სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტი რუსეთში გრძელდება. 21 ნოემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძრის საკონფერენციო დარბაზში მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესმა იერარქებმა და სხვა სასულიერო პირებმა შეხვედრა გამართეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს 70 წლის იუბილე მიულოცა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება. სრულად გთავაზობთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლის მიმართვის ტექსტს. თქვენო უწმინდესობავ, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქო კირილე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 წლის თავს. ყოველთვის, როცა ასეთ თარიღებს აღვნიშნავთ, ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე განვლელ გზას და ყურადღებით ვიხედავით მომავლისკენ. მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძანკაცი და მითხრა, უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენეთ თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან. მას შემდეგ ვაცრულება მრჩევა და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ და თქვენს შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი. თითქმის 40 წლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ. თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა თქვენ წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისა. როგორც იცით, 11 წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები. ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩვენს შეხვედრაზეც. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს. მართალია, ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიც ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ღვთის შეწევნით პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტნაკლებად შესაძლებელია. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი გონიერება, ფართო დიაპაზონი, ღვთით ბოძებული ტალანტი მქადაგებლისა ყველასთვის დიდად ფასეულია. თქვენს მწყემს მთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში. თქვენ ჯერ კიდევ 23 წლის ახალგაზრდამ თავი მიუძღვენით ღმერთს და მას შემდეგ თქვენი მთელი ცხოვრება ეს არის მსახურება მოყვასისათვის. თქვენი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ახლა თქვენი ჯვარი უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო, თუმცა ამასთან ერთად დიდად საპატიოც. გეწეოდეთ უფალი თქვენს მაღალ მსახურებაში და როდესაც გადახედავთ თქვენს განვლილ გზას, შეგეძლოთ თქვათ ტვირთი ღვთისა სუბუქ არსს და უღელი მისი ტკბილ. გისურვებთ ჯანმრთელობას, რათა კვლავაც დაუღალავად იმსახუროთ რუსეთის ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ. მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს მოწამეებს ონისიფორესა და პორფირეს, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელსა და ღირს ევსტოლიასა და სოსიპატრას მოიხსენიებს. წმინდა მოწამეები ონისიფორე და პორფირე იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ეწამნენ. მათ უმოწყალოდ სცემდნენ და ცეცხლით წვავდნენ. ჯალათებმა ღვთის რჩეულები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს, რის შედეგადაც წმინდანები მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ. მორწმუნეებმა მათი დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს. წმინდა ალექსანდრე თესალონიკელი მაქსიმიანე გალერიუსის მმართველობის დროს ქრისტეს სიყვარულისთვის შეიპყრეს. ნეტარმა იმპერატორის წინაშე არამხოლოდ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, არამედ კერპებისთვის გამზადებული სამსხვერპლო გადააყირავა. განრისხებულმა ხელისუფალმა მოწამისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როცა სასჯელი აღასრულეს, იმპერატორმა და ჯალათმა იხილეს, თუ როგორ წარუძღვა ანგელოზი ნეტარ ალექსანდრეს ცაში აღმავალ სულს. იმპერატორმა მაქსიმიანემ ნება დართო, მოწამის ცხედარი ქალაქ თესალონიკში პატივით დაეკრძალათ. ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. წმინდანმა უფლის გზა სიყმაწვილიდანვე აირჩია და კონსტანტინოპოლში ერთ-ერთ დედათა სავანეში დამკვიდრდა. კეთილმსახური და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ნეტარმა დედების სიყვარული და პატივისცემა მალევე დაიმსახურა.
დაიმსახურა. ღვთისრჩეულთან რჩევა დარიგებისა და ნუგეშის მისაღებად არამარტო მონაზვნები, არამედ ერისკაცებიც მრავლად მიდიოდნენ. წმინდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ 8 წელს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა შვილს უსახსოვრა, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წესგანგებით იყო ცნობილი. წმინდა ევსტოლია 610, სოსიპატრა კი 625 წელს გარდაიცვალა. საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები. ამ სახელწოდების კონფერენციას სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე, გატარებულ რეფორმებზე, ვიზა ლიბერალიზაციასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელისუფლებო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გახლავთ შეუქცევადი. მიმდინარე წელს სრულად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. ევროპელი პარტნიორების შეფასებით საქართველო უდავო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით. ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კოორდინაციის მექანიზმი. ამის ერთ-ერთი მიმართულებაა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით უახლოეს მომავალში იგეგმება. ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება ჩვენი საქმიანობის ასევე უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ. ამ კუთხით ჩვენ ეფექტიანად ვახორციელებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელ პარტნიორებზეა. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი დაასრულებს შესაბამის პროცედურებს და საქართველოს მოსახლეობა შეძლებს უვიზო მიმოსვლას. ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული წარმატებების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე. უკვე 2 წელია საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც სრულდება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც სრულდება სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით. დღევანდელი კონფერენცია არის პირველი ასეთი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმასთან ერთად შემუშავდა, იმიტომ რომ უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ამ პროცესში. დღევანდელი ღონისძიება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტის ღია, ტრანსპარენტული და ინკლუზიური მმართველობის შემადგენელი. ეს არის დადასტურება მზაობის მთავრობის მხრიდან, იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, იყოს მაქსიმალური ჩართულობა ყველა დაინტერესებული პირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე აღსრულების პროცესში. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და გაეროს ელჩმა ნილს სკოტმა. გამომსვლელებმა ყურადღება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე, რეფორმებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივობებზე გაამახვილეს. ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი და დროული კონფერენციის ჩატარებისთვის. ეს შეხვედრა აქტუალურია თანაც რამდენიმე მიმართულებით. კონკრეტული ქმედებებით ასოცირების პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული პრიორიტეტები თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან და შედგეს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგი. საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ვიზა ლიბერალიზაციის, სამოქალაქო აქტივობისა და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, რაც ძლიერ ხიდს წარმოადგენს საქართველოსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესები იქნება ორმხრივი, საქართველო მიიღებს სარგებელს ევროკავშირში და ევროკავშირი მიიღებს ძლიერ ქვეყანას. კონფერენცია საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით შედგა. ორგანიზატორთა განცხადებით აღნიშნულ შეხვედრას ყოველწლიური ხასიათი ექნება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ცნობილ რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყველა მსახიობისთვის საყვარელ პედაგოგსა და რაც მთავარია გამორჩეულ პიროვნებას, გიზო ჟორდანიას ოჯახის წევრები, კოლეგები და მოწაფეები გამოემშვიდობდნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე მსახიობებმა წაიკითხეს გამოსამშვიდობებელი თბილი წერილები ხელოვნების იმ ცნობილი წარმომადგენლების, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ჩემთვის ძალიან ძნელია ბატონ გიზოზე საუბარი, იმიტომ რომ ოჯახის წევრია ჩემთვის და ძალიან ახლობელი ადამიანია. რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ჩემთვის მისი როგორც ხელოვანი შეფასება, იმიტომ რომ ეს ალბათ ხელოვნებაცოდნეების საქმეა. დანაკლისად შეეხება, მე ვფიქრობ პირიქით ჩვენი ერევნა ამაყობდეს, რომ ყავდა ესეთი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა ქართული კულტურის განვითარებაში. მე უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს, როგორი მორწმუნე ადამიანი იყო ეს. პირველი რაც მინდა გავიხსენო, როდესაც ჩემ ოჯახში წყდებოდა ჩემი ოჯახის წევრების, მშობლების თანხმობა იმაზე, რომ მე სასულიერო პირი გამختارიყავი სასულიერო აკადემიაში მესწავლა, როდესაც მთელი ჩვენი ნაცაობა შეიკრიბა ამ საკითხთან დაკავშირებით, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ბატონმა გიზომ თქვა და საოცრად დამიჭირა მხარი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან უცხო იყო ყველაფერი, იყო 1998 წელი. ეს მთელი საქართველო გლოვობს დიდი რეჟისორის, შესანიშნავი პიროვნების, ჩემი გიზოს გარდაცვალებას. გიზო ჩემი მეგობარი იყო, თეატრალურ ინსტიტუტში ჩვენ ერთად სწავლობდით. მის რეჟისორო დაამთავრა. მაგრამ ჩვენ მეგობრობდით ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. წყინვალე სპექტაკლები ქონდა რუსთაველის თეატრში, ოპერაში, ჩვენთან მარჯანიშვილში. ერთი მეორეზე უკეთეს სპექტაკლებს დგამდა და იყო წყინვალე რეჟისორი და არაჩვეულებრივი ადამიანი. მან ძალიან დიდი დაღი და კარგი გაგებით ჩემს ცხოვრებას და საერთოდ ვთვლი, რომ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ ჩამოყალიბებაზე, როგორც ვთქვათ, პროფესიონალის, ასევე ადამიანის და მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას ვთამაშობ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ რა სიტყვის ჩემი გიზო. უბრალოდ ეს ჩემთვის ალბათ წარსულშია, იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ დავინახავ მის თვალებს პარტერში. და ეს ძალიან დამაკლდება. ეს მართლა ძალიან დიდი დანაკლისია. პირველ რიგში, იმიტომ რომ გარდაიცვალა ძალიან დიდი პედაგოგი, ძალიან დიდი რეჟისორი და ძალიან დიდი პიროვნება. მოდი ასე ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზეიმთან არის კავშირში, სიკეთის კეთებასთან არის კავშირში, სიყვარულთან არის კავშირში და ის თაობები, რომელიც ბატონმა გიზომ აღზარდა, მისი მოდი ასე ვიტყოთ, სულის ნაწილია თითოეული მათგანი. მე ვიტყოდი, რომ ასეთი ადამიანები ძალიან დიდ სტიმულს და ფერს აძლევენ სამყაროს. დღეს ჩვენთვის თითოეული ადამიანისათვის, ვინც ბატონ გიზოსთან წლები გაგვიტარები, ეს არის ყველაზე დიდი, მოდი ასე ვიტყოდი, ტრაგედია, იმიტომ რომ დავკარგეთ არა როგორც პედაგოგი, არამედ მშობელი და მშობელზე ძნელია საუბარი ჩემთვის და ყველა ჩვენთაგანისათვის. გიზო ჟორდანიამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში, ასევე განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში. გიზო ჟორდანია ლანჩხუთის რაიონში 1953 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. 1958 წელს მან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. დამდგმელ რეჟისორად რუსთაველის, გრიბოედოვისა და ფალიაშვილის სახელობის თეატრებში მუშაობდა. 1991-99 წლებში გიზო ჟორდანია თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი იყო. ის დრამატული თეატრის, ოპერისა და თეატრალური პედაგოგიკის პრობლემატიკაზე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. გიზო ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მის სახელთანაა დაკავშირებული სპექტაკლები ჰაჯი მურატი, ხოგაის მინდია, სამანიშვილის დედინაცვალი, ანა ფრანკის დღიური, ჰამლეტი, აბესალომ და ეთერი, სამგროშიანი ოპერა და სხვა. გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით აბესალომ და ეთერი 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა. ცნობილი რეჟისორი და საქართველოს დამსახურებული არტისტი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჩემხედა რო იყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის 850 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა ვეფხისტყაოსანი გაიხსნა. ექსპოზიციაზე უმაღლეს დაწესებულებაში დაცული პოემის უძველესი, უიშვიათესი და სხვადასხვა ენაზე თარგმნილი გამოცემები გამოიფინა. მათ შორის პირველი 1712 წლის ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი. გამოფენის გახსნას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კორეის ელჩი კიმ ჩან გიუ და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ კორეის ელჩმა ბიბლიოთეკას საჩუქრად ვეფხისტყაოსნის კორეული თარგმანი გადასცა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის, ძალიან საინტერესო სხვათა შორის კოლექცია, აზე მეტი გამოცემა არის, ვახტანგისეული ვერსიიდან დაწყებული პირველი ბეჭვითი ვეფხისტყაოსნით დაწყებული და დამთავრებული 2016 წელს გამოცემული ვეფხისტყაოსნით. დღეს კიდევ ერთი კარგი საჩუქარი მიიღო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ, კორეულ ენაზე არის ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და კორეის ელჩმა გადმოსცა ეს ეგზემპლარი, სასაჩუქრო ეგზემპლარები ბიბლიოთეკას. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნო არის, რომ ჩვენი დოქტორანტების მუშაობენ ამ თემაზე და ერთ-ერთი მათგანი ბატონი გელაშვილი არის, რომელსაც მოიგონა ინტერაქტიული თამაში, გამოცემული არის ეს თამაში ვეფხისტყაოსნით და ბავშვებისთვის გადასარევი საშუალება, რომ შეისწავლონ ვეფხისტყაოსანი და აფორიზმების მეშვეობით ითამაშო კიდევაც. მე 3 ათეული წელი მუშაობდი შოთა რუსთაველის კაბინეტში, სადაც ეს ექსპოზიცია ყოველთვის იყო გამოფენილი. იქვე იყო თამარ მეფის ფრესკა და ეს ყველაფერი ქმნიდა იმ გარემოს, რომელიც ზუსტად შოთა რუსთაველის ეპოქას, მის ნაწარმოებს და თავად ამ დიდ პოეტს რო შეშვენოდა სამწუხაროდ ის რამდენიმე წლის წინათ გაუხდა და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ აღადგენენ რუსთაველის კაბინეტს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული სიამაყე. საუკუნეების მანძილზე ეს ნაწარმოები ჩვენ გვასწავლიდა ერთგულებას, სიყვარულს, მეგობრობას, პატრიოტიზმს და ელემენტარულად სიტყვის კულტურას გვასწავლიდა ქართველებს. ჩვენი გამოფენა ეძღვნება რუსთაველის 850 წლის იუბილეს და გამოფენილია ჩვენს ბიბლიოთეკის საცავებში დაცული ვეფხისტყაოსნის გამოცემები, დაწყებული 1712 წლიდან დამთავრებული 2016 წლით. აქ არის წარმოდგენილი უნიკალური მნიშვნელოვანი გამოცემები, რომლებიც თავის დროზე საეტაპო მნიშვნელობის გამოცემებად იქცა. ინტელექტუალური თამაშების მოყვარულებს წინ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ელით. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული და უხვად ილუსტრირებული ვეფხისტყაოსნის ეს დაფა დაინტერესებულ პირებს პოემის შესწავლასა და პერსონაჟების გაცნობაში თამაშის პრინციპით დაეხმარება. ახალი პროექტის წარდგინებას სკოლა-გიმნაზია შავნაბადა მომასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს თამაშის წესები პროექტის ავტორმა თავად გააცნო. როგორც ლევან გელაშვილმა განმარტა, მისი მიზანი საქართველოში სამაგიდო თამაშის ტრადიციების გაცოცხლება და მოსწავლეებში ვეფხისტყაოსნის სამყაროში პანორამული მოგზაურობა წარმოადგენს. მიზანი ასე ვთქვათ, ეგ იყო, რომ ასე ვთქვათ, სწავლებაშიც დამხმარე საშუალება ყოფილიყო და რაც თავარია ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში უფრო პოპულარული გამხდარიყო და უფრო ასე ვთქვათ, ტექსტთან მისულიყო ადამიანი და ყოველდღიური პრაქტიკული დანიშნულება ქონოდა მას. წაიკითხა იქიდან აფორიზმები, რაღაცა გამოეყენებინა და ეს სწავლა და ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ ხო შეიძლება რაღაცა ანდაზა გაგახსენდეს ყოველდღურად და თქვა და ვეფხისტყაოსიც მონაწილეობდეს ამ ყოველდღურ ყოფით ცხოვრებაში. პოემის ლიტერატურული რუკით თამაში ბავშვებისთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. საკმაოდ ინტერაქტიული თამაში იყო, რა ვიცი, საკმაოდ ხიარული. ძნელი იყო ეს, რადგან საკმაოდ ბევრი აფორიზმის სწავლას მოითხოვდა. იყო ისეთი აფორიზმები, რომლებიც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ ამ თამაშმა ჩემში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ვაპირებ, რომ ეს თამაში შევიძინო და ჩემს მეგობრებთან ერთად ვითამაშე ხოლმე. სამაგიდო დაფის თამაშები მსოფლიოში დიდი ხანია, რაც საკმაოდ პოპულარულია და მისი მიზანია მოსწავლეს ადრეულ ასაკში გაუადვილოს ლიტერატურული ძეგლის შესწავლა და თამაშით გააცნოს მრავალფეროვან პერსონაჟთა სამყარო. აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის მაღალ პოლიგრაფიული ფერადი დაფის თამაში დღემდე არ გამოცემულა. ამიტომ ავტორი მეც გამოთქვამს, რომ სასწავლო პროცესში პოემისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.
სამაგიდო თამაშები თო სოფლიოში აპრობირებული საშუალებაა, როგორც სწავლებისთვის დამხმარე, ასე თქვა საშუალება, რომ სწავლა გათავისუფლდეს დამხლელი საზეპიროებისაგან და ის სახალისო და თამაშობრივი მონაწილეობა ქონდეს. დღეს ვიყოფებით სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც წარდგინება იყო ასე, ბავშვებს გავაცანით ეს თამაში. პრინციპში არაფერი ისეთი რთული არ არის. პირველ ჯერზე შეიძლება ცოტა ხამად ითამაშოს ადამიანმა, მეორე ჯერზე უფრო აზარტი, თამაშობრივი მონაწილეობა და დადებითი ხარასაც უყურებ, ასე თქვა ფუსფუსებენ, თამაშობენ და რა ვიცი, კარგი გარემოა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამას ეკის მოსწავლეებმა ამ სახით და ამ ფორმით მიიღონ ინფორმაცია ვეფხისტყაოსნის შესახებ და დაინახონ რომ ეს არაა მხოლოდ უბრალოდ ტექსტი და მისი ყოფით ცხოვრებაში გამოყენება შეიძლება ძალიან საინტერესო კუთხით. და ეს ხელს შეუწყობს ახალ აღმოჩენებს, რომელიც მათ ელოდებათ ვეფხისტყაოსანში, როგორც ძალიან დიდ და მაღალმხატვრულ ნაწარმოებში. გამორჩეულია სამაგიდო თამაშის პრინციპიც, რაც პოემის ცოდნასთან ერთად აფორიზმების სწავლასაც მოითხოვს. დაინტერესებულ პირებს მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში შეეძლებათ.